ალბათ ცხოვრებაში თქვენთვის ერთხელ მაინც უკბენია რომელიმე მწერსა თუ ცხოველს. შესაძლოა ეს კოღო ან ის კატა ყოფილიყო, რომელსაც უბრალოდ თამაში უნდოდა, მაგრამ ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ნაკბენებმა შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამ ეპიზოდში იმ რჩევების შესახებ მოისმენთ, რომლებიც ერთ დღეს გადარჩენაში დაგეხმარებათ. ყველასათვის ცნობილია, რომ ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. ჩვენ რა თქმა უნდა ისინი ძალიან გვიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ მათი ნაკბენი სახიფათოა. საქმე იმაშია, რომ ძაღლის ნერწყვიდან შესაძლოა ორგანიზმში ცოფის ვირუსმა შემოაღწიოს. ეს საშინელი დაავადება კი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამიტომაც იმ შემთხვევაში თუ ძაღლი გიკმენთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. კლინიკაში მისვლამდე კი აუცილებელია ჭრილობა საპნით, წყალბადის სეჟანგით და იოდით დაიმუშაოთ. შესაძლოა მაყურებელთა ნაწილი გველების მოყვარული იყოს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას მათი შიში აქვს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ზოგიერთი გველი შხამიანია. კბენის შემდეგ კანზე ორი მცირე ზომის ნახვეტი ჩნდება, რასაც თან ტკივილის გრძნობა და შეშუპება ახლავს. შხამი ორგანიზმში მომენტალურად ხდება და რაც უფრო ახლოსაა ნაკბენი ტვინთან, საშიშროებაც უფრო მატულობს. გარდა ამისა, შხამს პირის ხრუს ლორწოვანი გარსისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებაც კი შეუძლია. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ შხამის პირის დახმარებით გამოდევნას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაქვთ მსგავსი სცენა ფილმებში ნანახი. ყველაზე უკეთესი, რაც ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ, ბევრი სითხის მიღება და სასწრაფოდ კლინიკაში წასვლა. ალბათ, მორიელებისთან ნახვა არავის გაუხარდება. რეალურად, მათთან შეხვედრის ალბათობა მცირეა, რადგანაც ისინი ცხოვრების ძირითად ნაწილს ადამიანებისთვის მიუწვდომელ ადგილებში ატარებენ. ყველაფერთან ერთად, მათი აქტიურობის ფაზა ღამით იწყება, მაგრამ თუ მათთან ერთად ერთ სივრცეში აღმოჩნდებით, გახსოვდეთ, რომ მორიელები აგრესიულები არიან, ხოლო მათი შხამი ადამიანებისთვის ძალიან სახიფათოა. ის ადამიანები, რომლებსაც მორიელმა უკბინათ, ნაკბენს ძლიერ დამტვრობას ადარებენ. საინტერესოა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მორიელი გვიკბენს. პირველ რიგში, აუცილებელია რომ შხამი ორგანიზმიდან გამოიდევნოს. ამის შემდეგ კი დაზიანებული ადგილი სპირტით უნდა დამუშავდეს. გარდა ამისა, ნაკბენის ადგილას ყინულის დადება შეშუპებასა და ტკივილის გრძნობას შეგიმცირებთ. ეს ის მინიმუმია, რის გაკეთებასაც თქვენ შეძლებთ. ამის შემდეგ კი უმჯობესია ექიმთან დროულად მიხვიდეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ხეზე ციყვის დანახვა ალბათ ყველა ადამიანს ახარებს. ისინი ხომ ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არაა. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გარეული ცხოველის მსგავსად ციყვებიც სოფის გადამტანი არიან. სოფმა კი შესაძლოა მათში აგრესია გამოიწვიოს, რის გამოც მათი ადამიანებზე თავდასხმის ალბათობა იზრდება. და თუ მაინც მოხდა ისე, რომ ციყვი გიკმენთ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ, რადგანაც როგორც უკვე გითხარით, სოფი ადამიანებისთვის სახიფათოა. საფხული წელიწადის ის დროა, როდესაც უამრავი მწერი აქტიურდება. მათ შორის არიან ფუტკრებიც, რომელთა ნაკბენმაც შესაძლოა შეშუპება და ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს. ამიტომაც უმჯობესია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ფუტკარი გვიკბენს. პირველ რიგში, ნესტარი პინცეტით ან ნემსით უნდა ამოვიღოთ. თუ ისინი თან არ გვაქვს, მაშინ მისი ამოღება ფრჩხილითაც შეგვიძლია. ამ დროს მთავარია ნესტარზე განთავსებული შხამის ტომარა არ დავაზიანოთ. რა თქმა უნდა, ანთებისა და შეშუპებისგან სრულიად თავის დაცვას ვერ შევძლებთ, მაგრამ თუ ნაკბენ ადგილზე იმეციუს, მაგალითად ყინულს დავიდებთ, ნეგატიური სიმპტომები შემცირდება. ამის შემდეგ აუცილებელია ნაკბენის საპნით და მარილის ხსნარით დავიმუშაოთ. უცნაურია, მაგრამ შეშუპების შემცირება კბილის პასტითა და თაფლის წასმითაც შეგვიძლია. მათი ნაზავი ჭრილობაზე 30 წუთის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ და კიდევ ტკივილგამაყუჩებლის დალევაც არ უნდა დაგვაუწყდეს. სხვა მწერებისგან განსხვავებით, ტიპები ყველგან ბინადრობენ და ისინი უამრავი საშიში დაავადების მატარებელნი არიან. ისინი გვხვდებიან არქტიკასა და ანტარქტიდაზეც, სადაც ეს მცირე ზომის სისხლის მსმელები პინგვინებსა და სხვა ფრინველებს აწუხებენ. ამიტომაც თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მათთან შეხვედრის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუ კანზე იმ ტკიპს შენიშნავთ, რომელიც ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვენი სისხლით იკვებება, შეეცადეთ მისგან თავი რაც შეიძლება სწრაფად გაითავისუფლოთ. რაც უფრო დიდი ხანი დალევს ის თქვენს სისხლს, მით უფრო იზრდება ორგანიზმში რაიმე ინფექციის მოხვედრის ალბათობაც. ტკიპის კანიდან მოშორებას პინცეტით შეძლებთ. ამ დროს თავარია ის არ დავაზიანოთ. რა თქმა უნდა, ალბათ ერთი სული გექნებათ, რომ მას სიცოცხლე მოუსწრაფოთ, მაგრამ ტკიპის სახეობისა და შესაბამისად მის გამო გამოწვეული პოტენციური საფრთხის ალბათობის დადგენა მხოლოდ კლინიკაში შეგიძლიათ. კანიდან ამ პარაზიტის პინცეტით ამოღების დროს უმჯობესია ის წრეზე ნებისმიერი მიმართულებით დავატრიალოთ. მისი ამოღების შემდეგ კი აუცილებელია ჭრილობა სპირტით ან იოდით დამუშავდეს. საფხულის ცხელ დღეებში ზღვაზე წასვლა იდეალური ვარიანტია, მაგრამ ზღვაში მედუზები ბინადრობენ. იმ შემთხვევაში თუ მედუზა დაგსუსხავთ, სასწრაფოდ ამოდით წყლიდან და მისი საცეცების დარჩენილი ნაწილი მოიშორეთ. მას შემდეგ, რაც ამას გააკეთებთ, დაზიანებული ადგილი ზღვის მარილიანი წყლით ჩამოირეცხეთ. ტკივილის მოსახსნელად კი ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გამოგადგებათ.
პირველ რიგში უნდა გითხრათ ის, რომ მოსკიტები კოღოებისგან საკმაოდ განსხვავდებიან. ისინი შედარებით მცირე ზომისანი არიან და მათი მოძმეებისგან განსხვავებით უხმაურად გადაადგილდებიან. ყველაფერთან ერთად, მოსკიტები ადამიანებისთვის საშიში უამრავი დაავადების გადამტანი არიან. როგორც წესი, ეს მწერები ტროპიკებში ბინადრობენ, მაგრამ ისინი შრალ და თბილ რეგიონებშიც თავს მშვენივრად გრძნობენ. მათგან თავის დაცვა მწერებისგან დამცავი ბადეებით, სქელიტანსაცმლითა და სპეციალური მოწყობილობებით შეგიძლიათ, მაგრამ თუ ის მაინც გიკმენთ, არავითარ შემთხვევაში არ მოიფხანოთ ნაკბენის ადგილი, რადგანაც ასეთ დროს შეშუპება და ქავილი ძლიერდება. ასე შეიძლება კანიც დაიზიანოთ, რამაც შესაძლოა ორგანიზმში ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყოს. ამის ნაცვლად დაზიანებული ადგილი ცივი წყლით ჩამოირეცხეთ და ყინული დაიდეთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სიცხე აგიწევთ, ექიმთან მისვლას ნუ გადადებთ. ვიზუალურად თაგვები და ვირთხები ერთმანეთის მსგავსნი არიან, მაგრამ ხასიათით ისინი საკმაოდ განსხვავდებიან. უწყინარი მინდვრის თაგვებისგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანებს თავს პირველები არასდროს ესხმიან, ვირთხები ცხოველურ ეტიკეტს არ იცავენ და მათ ნებისმიერ დროს ადამიანზე თავდასხმა შეუძლიათ. კარგ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა რამდენიმე უმნიშვნელო ნაკბენი დაგრჩეთ, მაგრამ თუ ბედი არ გწყალობთ, შესაძლოა მღრღნელებმა რაიმე დაავადებით დაგასაჩუქრონ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვირთხა ან თაგვი გიკმენთ, სისხლდენის შეჩერებას ნუიჩქარებთ, რადგანაც სისხლთან ერთად ორგანიზმიდან მიკრობების გამოდის. ასეთ დროს უმჯობესია ჭრილობა საპნიანი წყლით ჩამოირეცხოთ და გარშემო იოდი წაისვათ. არ იფიქროთ, რომ ჩვენ თქვენი შეშინება გვინდა. უბრალოდ იცოდეთ, რომ ვირთხები გინესის რეკორდების მიხედვით ყველაზე სახიფათო ცხოველებად ითვლებიან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანთა უმეტესობას ობობები არ უყვარს. თუ ობობა გიკმენთ, მისი სახეობის დადგენა უმნიშვნელოვანესია. იმ შემთხვევაში, თუ ის შხამიანი არ აღმოჩნდება, ნაკბენი ადგილის საპნიანი წყლით ჩამორეცხვა საკმარისი იქნება. მაგრამ თუ რამდენიმე დღის შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ კედლებზე ცოცვა და ქსელების გამოშვება შეგიძლიათ, მაშინ უმჯობესია სპეციალური ტანისამოსის შეკერვაზე იზრუნოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე შხამიანი ობობები ავსტრალიაში ბინადრობენ, ქვეყანაში, სადაც ყველა ცხოველი თქვენს მოკვლას შეეცდება. შხამიანი ობობის კმენის შემთხვევაში კი უმჯობესია ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე კლინიკაში სწრაფად წახვიდეთ, რადგანაც დღეისათვის ყველაზე შხამიანი ობობის ნაკბენისგან განკურნებაც კი შესაძლებელია.